რა ხდება? შვილო, რა ხდება აქ? არაფერი. მე და შვილი ჩაღლავ ლაპარაკობდით. ძალიან შემიყვარდა. დიდი მადლობა მეც. როგორი ელეგანტური და კეთილი გოგოა. სხვა თავხეთ გოგოებს კი არ გავს. პატივისცემა იცის. მოქცევაც არ ეშლება. გასაგებია მორჩა? კარგი, ძალიან გამიხარდა რომ ერთმანეთი შეგიყვარდათ. შეგერგოთ. ხელს აღარ შეგიშლით. ომარჩა მიფურთხა. დედა საქმე მაქვს და სახლში წაგიყვან. კარგი შვილო, დამაცადე. ჩემს გოგოს ჩაგლას დავემშვიდობები და გამოვალ. და მორჩა? ხო, ძვირფასო. კარგი, გელოდები. კარგი შვილო. სასიამოვნო იყო ქალბატონო ზუმროდ. ჩემო ანგელოზო, როგორ მომეწონე. უკვე შემიყვარდი. არა, ასე არ გამოვა. მოდი ესე მოვიქცეთ. საღამოს ვახშამზე მოდი ჩვენთან. ამ საღამოს? არა, არ შეგაწუხებთ. რა შეწუხებაა? თან ჩემთვის ერთი სუფრის გაშლა არაფერია. 10 წუთში 12 კერძს ვამზადებ. არ შემაწუხებ. ოზანსაც ვეტყვი. ერთად მოდით. დავსხდეთ ვილაპარაკოთ. ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ. კარგი, მაშინ დიდი სიამოვნებით. გელოდებით. წავედი. ყავაც დავლიოთ. რა სილამაზეა. მზე უნდა ჩავიდეს შე რომ ხედავს. სირცხვილია. საღამომდე. დროებით. საქმეს მოვაგვარებ და მოვა. დოსიე ჩემს კაბინეტში დატოვე. კარგი ბატონო აზან. შვილო, დედა, დღეს საღამოს ვახშამზე უნდა მოხვიდე. ვახშამი საიდან მოიტანე? რამდენი ხანია მთელ ოჯახს ერთად არ გვივახშმია შვილო. მიდი, დედას არ აწყენინო. დედა, მიდი საყვარელო გთხოვ. კარგი მოვალ. საქმე ჯიბეშია. რა? კარგია. როგორც კი საქმეებს დაამთავრებ, მოდი. კარგი? კარგი, წავედით. წავედით. ასე უცებ რა მოხდა? რა შეიცვალა? ძალიან დავიღალე ყავის დამტარებლად მუშაობით. რაღაც შეუნიშნე. გონი შენი კარიერა ბარისგან უფრო მიდის. ცუდ ხასიათზე ვართ. ადექი, ყავაზე დაგპატიჟებ. არა, იმის გამო რომ სხვებს ემსახურებოდი, ჩემი საქმე გასაკეთებელი დამრჩა. ცოტა ხანი დავრჩები ვიმუშავებ. ანუ საღამოს იახტის თემაც შეიშალა. ხო, ჩინარ. დედა ჩემს უნდა დავეხმარო არჩევნებზე. რა არჩევნები? მუნიციპალური? არა, ჩემი ხმა დიდი და მენექშეს. არა. რაიონში ტარდება არჩევნები და ჩემი დახმარება სჭირდება. გონი საქმე მარტივად არის. თუ თვითონ მომრჩევარს ერთი ღვაწლ საჭმელს საქმე ჯიბეშია. ჩვენ კი იახტაზე აღნიშნოთ მისი გამარჯვება. არ ვიცი გაიმარჯვებს თუ არა, მაგრამ რატომაც არა. ეს ბოლოა. ყველაფერი ჩადე, რამე ხომ არაკლია. ტოლმა? ჩავდე. სალადა მწვანელებიო, ჩავდე. კარგი. ტრუფელი ნაღებში? თუმცა ეგ საიდან დაიცოდე ღარიბო? ეს მდიდრების საჭმელია. მომისმინე. თუ ხალხს დაურიგებ ამ საჭმელს ხმების მოსაპოვებლად, ტყუილად ცდილობ. იცნობენ ჩემს ხალხს. პატარა გეგმები პატარა ადამიანებს აქვთ მენექშე. ჯერ ერთი უბნის თავმჯდომარე მე გავხდები. ყველაფერი ჩემი რძლისთვის მიმაქვს. ეს მეორე. საღამოს უნდა მესტუმროს. კარგი, მაგრამ სიძე მიცის? შეიდას 5 წუთიც ვერ გაუძლებს. არადროს შეიდაა. მომეცი ჩემი შეკვეთა სწრაფად. ჩემი პირველი ლედი ვიპოვე, ჩემი ნამდვილი რძალი. ჩემი საყვარელი გოგო, დღეს ჩემს მომზადებულ კერძებზე დავპატიჟე. ვინ არის პირველი ლედი?
რასი ლამაზია. დაუბრმავდი. როგორია, მართლა ლამაზი ვარ? ძალიან ლამაზი. ქორწილს შემედიხარ? სიძეს გააგიჟებ და პრობლემები შეგვექმნება. არა, ქორწილში არ მივდივარ, ოზანის დედამ დამპატიჟა ვახშამზე. მართლა? ოზანის ცხოვრებაში მაინც შეხვედი არა? ციხეს შიგნიდან აღებ. ჩინარ, ხომ არ გადავაჭარბე? უბრალოდ ოზანის დედა ისეთი ელეგანტური ქალია, მინდა მოვეწონო. ოზანს რა ორი დედა ყავს? შეუძლებელი ერთი და იგივე ადამიანზე ვილაპარაკოთ. რა სისულელია ჩინარ, დღეს იყო კომპანიაში და გავიცანი. მეც გავიცანი. მე ცოტა უცნაური ქალი მეგონა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია. თავია შენ მოგეწონოს. ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს. მიდი წავდით ორიმ დაგაგვიანებ. ახლა წავალ, მაგრამ ოზანს არ დაურეკავს. სახლის მისამართი არ ვიცი. არც დაგვიანება მინდა. რა უნდა ვქნა? როგორ მოვიქცე? არა გავაკეთო. ოზანს დაურეკავ. კარგი იდეაა. დაურეკო? დაურეკე. ვრეკავ. მიდი. კარგი. ძალიან მღელავ. გისმენ ჩაღლა. ოზან, სად ხარ? კომპანიაში. რა ხდება? გეთქვა, მეგონა ერთად წავიდოდით, მაგრამ არა უშავს. მე თვითონ წავალ. სადმე დიხარ? დედა შენთან. დედა შენმა ვახშამზე დაგპატიჟა ოზან. დედასთან? ხო, გამახსენდა. კარგი ჩაღლა. მოდი მაშინ ასე მოვიქცეთ. გამოგივლე და ერთად წავიდეთ, კარგი? კარგი დროებით, გელოდები. დედა. რა მოხდა? დედამ ჩაღლა. ვახშამზე დაპატიჟა. ეს რა დაინახავს? ვიცი, მუსა, ვიცი. ხომ მკითხე დედა შენს რატომ არ ეუბნები, რაც დაგემართავ? აი ამიტომ. ძმაო, კაფესახლის წინ არის. ყველა დაგინახავს. რას ავირებ? არ ვიცი, რამე უნდა მოვიფიქრო, მუსა. სხვა რა გავაკეთო? კარგი, ჩაღლას დაურეკე და გადადე, არ შეიძლება. ძალიან უსამართლოდ გამოვა მის მიმართ. კარგი ძმაო, მე გავედი. ეს რა? გისმენთ ბატონო ოზან. სადმე დიხარ? შენთან დარეკოს აპირებდი. საქმეს მოვჭიდე, სახში ვაპირებ წასვლას. კარგი, საღამოს ჩაღლა დედასთან უნდა მოვიდეს. მაგრამ შენ არ უნდა დაგინახოს. რა? ეს რა მომისმენა? არ უნდა გამოჩნდა. ჩაღლამ არ უნდა დაგინახოს. უკაცრავად ვერ გავიგე? ეს რა მეჩქარება გაუგებარი არაფერია. ამ საღამოს გარეთ არ გამოხვიდე. მე რამეს მოვიფიქრებ, რომ ვერ დაგინახოს. გესმის რა მითხრა? თურმე არ უნდა გამოვჩდე, რატომ? იმიტომ რომ ჩაღლა მოდის. ამის გამო არ უნდა გავიდე გარეთ. ვინ ხარ? ვის უშვებ ეზოდან? ღმერთო ჩემო, ამ ეზოში დავიბადე და გავიზარდე. მე ესრა ვარ, ესრა ერთენი. არ სადაც არ წავალ. გამომართვი, გაჩუმდი. ანუ ეს გოგო მოდის ზუმრუტი რომ რძალს ეძახის? შეგერგოთ. რა? ზუმრუტმა რძალი დაუძახა? მე? უბრალოდ მოვიდა. საჭმელი იყიდა, წავიდა და მითხრა, რომ თავისი რძლისთვის უნდოდა. რა? დედა არ მჯერა. საჭმელიც გაატანე? ტოლმაც წაიღო? ჯობდა მთელი კაფე დაგეკეტა მათთვის. სანთლები აგეთო და გარემო შეგექმნა. საიდან დამცოდნოდა? მე შეიმა თუ შეიდა მეგონა. ახლა გავიგე სიმართლე. დედა, თუ ჩაღლა მზე არის, მაშინ შეიდა მზის სისტემიდან ყველაზე პატარა პლანეტა გამოდის. პლუტონი. ფოტოს ახლა გაჩვენებ. ახლა ამ ხალხს ჩაგარტყამ. ტვინინო წაიღე, ლამაზია, ლამაზია. ლამაზი ქალია. ლამაზი ქალი პირველად ნახე? თან ეგეთი ლამაზიც არ არის. ეს ადამიანები ჩემს თვალწინ სტაბილურად ანვითარებენ თავიანთ ურთიერთობას. არც კი ერიდებათ. ო, ასეა. სიძეა, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. ზღავარს გადავიდა. ო, ძმაო, გააგზელე ასე. შეყვარებული უბანში რატომ უნდა მოიყვანო? არა შეყვარებული. ერთმანეთს არ ხვდებიან. თან ახლა ამაზე არ ვლაპარაკობთ. მე ჩემ თავისუფლებას ვიცავ. ო, ერთანებს ასე არ უნდა მოიქცეს კაცი. მე შენს გვერდით ვარ. მე ესრა ერთენი ვარ. ისე მოვიქცევი, რომ იმ საჭმლით მოიწამლონ. მიდი, შენთან ვარ. ოზან, გააჩერე მანქანა. რაიონი მაინტერესებს და დავათვალიერებ.
არა, ჩვეულებრივი რაიონია. თანაც უკვე მოვედით. კარგი. მოვედით. კარს მე გავაღებ ჩაღლა. მადლობა. რა ხდება? მოდი და შენი თვალით ნახე. მოდი შეხედე. წადი. რა, საწავიდე, არცადაც არ წავალ, აქ ვიქნები. დამშვიდობდი. ხავთ. რა თავაზიანი ხართ ბატონო ოზან, მადლობა. ჩაღლა აქეთ. შეხედე რამდენს ბედავს. დაინახე ხელი როგორ მოკიდა. დამშვიდობდი. წადი. არცადაც არ წავალ. იცი კომპანიაში რა მითხრა? ჩემს კომპანიაში ასეთ რაღაცებს არ დავუშვებო. ხო და მე ჩემს რაიონში ვკრძალავ ასეთ რაღაცებს. ხო, მაგრამ ეს ჩაღლა რა ვქნა? ძალიან ლამაზია. რას ამბობ ძმაო? რას ბოდავ? ისედაც ნერვებზე ვარ. შენ მაინც ნუ მიმატებ. ო, კარგი. კეთილი იყოს. შემობრძანდით. გამარჯობა. გაკოცებთ. გაიხარე. გამარჯობა. მობრძანდით. გთხოვთ აქეთ. დედა, რას აკეთებ? შენ რა ფორმაში ხარ? არაფერს შვილო, ეს ჩემი ნორმალური მდგომარეობაა. ბეიზადე. ამას გულისხმობ? ეს გულსაბნევი მაჰმუდ მეორე მაჩუკა ჩემს დიდ ბაბუას და ვიფიქრე, დღეს გავიკეთებდი. რას ამბობ დედა, რა მაჰმუდი? კიდევ ერთხელ კეთილი იყოს, გთხოვთ დაბრძანდით. მადლობა. რა ლამაზი სახლი გაქვთ დეიდა ზუმრუდ. დიდი მადლობა. ზოგიერთი რამ არ მომწონს, მაგრამ ნელ-ნელა შევცვლი. ძველმოდურობა ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. ჩემს დას რეიხანს მოსწონს. ხომ გესმის? ცოტა ძველმოდური და უგემოვნოა. რა ვქნათ? ღმერთმა ასეთი შექმნა. და მე ვარ უგემოვნო. მე ვარ ძველმოდური. შენგან არ მოველოდი. ამ სახლში სხვა რეიხანი არის? ყველა ძალიან კარგად გამოიყურებით. განსაკუთრებით თქვენ. ძალიან ლამაზი ხართ. მართლა? დიდი მადლობა ძვირფასო. არ ვიცი როგორ აგეხსნა. ღირსება და ელეგანტურობა ფესვებიდან მომდგამს. სასახლის ეტიკეტით გამზარდეს. გინდა არ გინდა ჩვევაში გიჯდება ადამიანს. ასე არ არის? ფაშამ გასწავლათ არა რომ მიყვებოდით? დიახ. რას ამბობ? იმ ისტორიაზე ამბობთ ჩემი დიდი ბაბუა ფაშას მებაღე რომ იყო? დედა ამ ისტორიაზე გიждდება. ამ ძალიან უყვარს. თან ეს უფრო რეალურია. ხომასეა. რა საყვარლები ხართ? და ძმა ხუმრობენ. ასე ერთობიან ხოლმე. დეიდა ზუმრუდ, ეს თქვენ. იმედი მაქვს მოგეწონებათ. რა საჭირო იყო? ძალიან ყურადღებიანი და საყვარელი ხარ. ყუთიც კი ძვირფასია. თვალებს ვერ ვუჯერებელიფ. ნახე, ხედა, რა ლამაზია. ქალბატონი ჩაღლასავით ლამაზი სტატუეტია. მგონი არასწორად გიჭირავს დაო. ლარნაკია. ლარნაკი. უგემოვნო რეიხან. შენ საიდანაც უყურებ ლარნაკია. მაგრამ მე და ჩაღლა ხელოვნების ნიმუშად აღვქვამთ. დიდი მადლობა ძვირფასო, მართლა. უღრმესი მადლობა. წამობრძანდით, სუფრას მივუსხდეთ. მეორე სართულზეა. კარგი აზრია. მობრძანდით, გთხოვთ. დედა, სამზარეულო შემოგეხმარები. არ მინდა შვილო. გინდა დედა, დახმარება გჭირდება. დედა, რას აკეთებ? მისმენა, არც კი იფიქრო. კარგი. ვიფიქრებ შვილო. შენ ბრმა ხარ, მაგრამ მე არა. დედა, ჩაღლა ჩემი მეგობარი და პარტნიორია, ხომ გესმის? არა უშავს მაგ შეცდომას მე გამოვასწორებ. დედა. ყველაფერი მადის აღმძვრელად გამოიყურება, მადლი თქვენს ხელებს. მადლობა შეგერგოთ. შვილო ხელსახოცები მოიტანე. მიდი. დედა, ახლა არა მოხვედი, ამოგეტანა. წადი და მოიტანე შვილო. ოზან, შენ აქ დაჯექი. მოდი, აქეთ დაჯექი საყვარელო.
მიდი დაჯექი. ისერი მოქვს გაშიშებული და მარცხნივ ვერ ვიხედები. რეიხან, კარგი საკმარისია. შეხედე, ხედა? ელიფი ადგა თუ არა გვერდით მიუჯდა. ოჩახ, თვალი არ გეცეთ. ნახე. შეხედე ერთი. შეხედე. დედა ჩემი სტოლმა დადე. დედა ჩემი სტოლმი თუ ყრიან სიყვარულს საფუძველს. ამისთვის იწვალა დედამ. ელიფი არ ჩანს. კარგი იქნება ტოლმა მაინც შეჯამოს, დანაყრდება. ჩემი ლამაზი ძალიან გამხდარია. ძმაო, შემომხედე. მე გეკითხები რა ვქნათ მეთქი და შენ რას ამბობ? ახალგაზრდებო, რა ხდება? ზუმრუტის სახლს ვაკვირდებით? გოგო ნუყვირი. ძმაო, გოგო. რა? მოდი, ამოდი. დეიდა ზუმრუტ ძალიან გემრიელია. რამდენ რესტორანში ყოფილ ვარ და ასე გემრიელა და არსად მიჭამია. შეგერგოს შვილო, ამ ქალმა ნამდვილად იცის თავისი საქმე. ამ ქალმა იცის თავისი საქმე. არ მეყვარს საკუთარი თავისკება, მაგრამ გემრიელად ვამზადებ. დიახ, რესტორანს თუ გახსნით, კლიენტები არ მოგაკლდებათ. შესანიშნავი იდეაა, რა კარგად თქვით. სახელიც მოვიფიქრე, ზუმრუტის საოჯახო სამზარეულო. ფეხი მტკივა შვილო. შენ არ იდარდო. ნებისმიერ საჭმელს გაგიკეთებ, რასაც მეტყვი. შენც და ოზანსაც. სამზარეულოს საქმეებზე არ ინერვიულო. დეიდა ზუმრუტი ყველაფერს გააჩენს, რასაც სთხოვ. 5 წუთში ყველაფერი მზად იქნება. იცი რატომ? იმიტომ რომ ჩემი საქმის ოსტატი ვარ. შვილო, ადექი კარი გააღე. ნახე ვინ გვესტუმრა. ზეინო, ელიფ, კეთილი იყოს, რა მოხდა? ელიფ, მარილი გაგვითავდა. შეგიძლიათ ცოტა მასეს ხო? მოგცემ. დეიდა ზუმრუტ, რეები გიყიდია. რა მეყიდია შვილო, მე თვითონ გავაკეთე. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა ოზან. ყოველდღე ახალ გოგოსთან ერთად მოდიხარ. უკვე ვეღარ ვითვლი. მართლა ოზან? ზეინები უბრალოდ ხუმრობს. ხუმრობა უყვარს. არა ზეინებ. არა. ეს რა არის? თითქოს მკვდარი სუფრაო. რაღაცას მოგიყვებით, რომ გაგამხიარულოთ. ჩემო ლამაზო, შენს მოსვლამდე ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავით. რატომ მოხვედი? შენი მშობლები ინერვიულებენ, უკვე გვიანია. სახლში წადი საყვარელო, მიდი. რატომ დაინერვიულან, უბრალოდ რაიონში ვსეირნობ. მერე რა მოხდა? რას ამბობდი? ხო, სკოლაში ოზანი ისეთი მსუქანი იყო, ისეთი ფუმფულა და საყვარელი, სულ ჩქმეტდი. რა საკეთებ? ვერ წარმოვიდგენდი. არაც ოზანს ვიცნობ, სულ გამხდარია, მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა ადრეც რომ მენახა. ძალიან საყვარელი იქნებოდა. ხო, ძალიან საყვარელი იყო. იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია, მართლა ასეა. და კიდევ, მეტი არაფერი. როგორ არა? დაწყებით კლასებში ერთხელ სკოლიდან დავბრუნდით და მივხვდით, რომ ოზანი არსად იყო. იცი რატომ? დამატებით გაკვეთილებზე დარჩა. მართლა ოზან? ო, დარჩენ. ანუ თავიდანვე ჭკვიანი იყო. რა თქმა უნდა. მიდი შვილო, შენი წასვლის დროა. მშობლები ინერვიულებენ. მიდი ზეინო, სათხარ, ინტერესის გამკვდები. მოვა. მოდი გოგო, რა ხდება? ყველაფერი კარგადაა, მოაგვარე, დასრულდა ვახშამი. დააცადე. გაჩვენდი ყველაფერი ისე თქვი, როგორც მითხარი, მაგრამ გოგო ყურებამდეა ოზანზე შეყვარებული. ხედავ, ყველაფერზე იცინოდა. სიმსუქნეზე უთხარი? ხო და იცინოდა. ოზან რა საყვარელი იქნებოდი. რანაირად ბაძავ? ასე თქვა. ეს რა გჭირს? ისმენა არ ინერვიულო. როგორ იყო? არ დასრულდება, სანამ ჩვენ არ ვიტყვით, რომ დამთავრდა. არის კიდევ გზა. ხო. გეგმა მაქვს, მშვიდად. როგორც წესი, ასეთი საღამოები გვაქვს შვილო. საუბრობთ. ჩაის სვამთ. პოეზიაზე ვსაუბრობთ. ზოგიერთი წიგნს კითხულობს, ზოგი უკრავს. ხელოვანი ადამიანები ვართ. ო, რა? ხო. მართლა. არა? რა თქმა უნდა შვილო. ო.
ჩვენ სახლში ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, მუსიკაზე ვსაუბრობთ. ასეთები ვართ. რა კარგია დეიდა ზუმრუთ. ხალხი თავისუფალ დროს შოპინგზე დადის, ჭორაობს, მაგრამ თქვენ სხვანაირები ხართ. ნეტავ ყველა ასეთი იყოს. ნეტავ. ღმერთმა დაგვიფაროს ჭორაობისგან. ამ სიტყვასაც კი ვერ ვიტან. ვერ ავიტან ჩემს სახლში ჭორაობას. ფულით ყველაფერს ვერ იყიდი. შინაგანი კულტურაა მთავარი. ვერ ვიტან უაზრო ხალხს. დეიდა ზუმრუთ, ძალიან მიხარია რომ გაგიცანით. თქვენც შესანიშნავი საღამო გავატარე. ძალიან ვისიამოვნე, მადლობა. მეც ჩემო ლამაზაშვილო, მეც ვისიამოვნე. ოზანზე გავბრაზდი. აქამდე რატომ არ გამაცანი შენი ოჯახი? რა კარგი ხალხია. ხო, რა თქმა უნდა. რატომ მაწოლა შეიდაზე და ჯეიმაზე? რა საკეთებ? ვერ გავიგე. რას ვაკეთებ? ჩვენ უნდა ავინაზღაუროთ დაკარგული დრო ჩემო ლამაზ თვალება ანგელოზო. კარგი, მოდი დავამთავროთ. კარგი. ეს რა ხმაა? არაფერია, კატები არიან ჩემო სულთანო. გარეთ წყალს და საჭმელს ვუდებთ ხოლმე. ხომ იცი როგორ ცხელა? ო, კეთილი გული გვაქვს. მიდი. ფრთხილად. მოიცადე, დამაცადე. მიდი ძმაო, მიდი შეძლებ. სად არის? აი აქ არის. მოჩავიპოვე. მიდი ძმაო, მიდი დაუჩქარე. მიდი. აი აქ არის ბუნებრივი აირი. როგორ უნდა აერიოს ადამიანს შუქი და გაზი? კარგი შუქი არა. მოდი გაზი გავუთიშოთ. ძმაო, რას ბოდავ? ეგრით დაგვეხმარება. მე რა თუ გაუთიშავ? ისედაც დედასგან ეყიდეს გემრიელი საჭმელი. ქალბატონ ზუმრუთ ზადება არ შეუძლია. რაღაცას მოვიფიქრებ. ზამთარი რომ იყოს გაზს გავუთიშავდით, მაგრამ არა. ერთმანეთს შეეხუტებოდნენ და ისე გათბებოდნენ. ბავშვებო, ამ დროს აქ რას აკეთებთ? არაფერს, მამა, უბრალოდ აქ ვიყავით. მამა, დეიდა ზუმრუტისთვის შუქი უნდა გაგვეთიშა, მაგრამ გაზის სადენი ვიპოვეთ. ეს რას ვეუბნაოდი, გავთიშოთ მეთქი და ამ დროს მოხვედი, მამა. რატომ მოვთიშავთ ზუმრუტს გაზს? ვერ გავიგე. მამა, საგანგებო სიტუაციაა, ცოტა ხნით გავუთიშავდით შუქს და ჩავურთავდით, რა მოხდებოდა? არა, რა დაშავდებოდა? რცხვენოდეთ, შეგრცხვეთ. მამა, მე არაფერი გამიკეთებია, ეკომ მოიფიქრა, მართლა. თქვა წამოდი და შუქი გავუთიშოთო. გაჩუმდი. შენ გაჩუმდი. არა, მამა, თავად უნდოდა. გაჩუმდი. ხმა მაღლა ნუ ლაპარაკობ. კარგი, გაჩუმდით. ასე გასავლეთ. ასეთი საქმეები ასე არ გეთდება. მეორე მხრიდან მოუვარეთ. ო, მაგრამ აქ გაზია. შუქის სადენს აქ რა უნდა? წამოდით. გამომყევით. მე გასავლეთ, წამოდით. მამა, საუკეთესო ხარ. თქვენ წადით, მე აქ დავრჩები და გავაკონტროლებ. კარგი, მამა, მასწავლე როგორ უნდა? მამა, მე მგონი ვიპოვე. მოიცადე, გაგინათებ. მოიცადე. მიდი. ვღელავ. მამა, ვერ ვიჯერებ, როგორ გააღე? ეკო. ზუმრუტის სახლის ნომერი 50-ია. 31, მამა. წითელი სადენი გადაჭერი. ფილმებში ხომ ასეა. წითელი სადენი გადაჭერი. ეკო, გაჩუმდი რა. ფილმს კი არ ვიღებ ჩილა. ნახე. შეხედე, ცისფერ სადენს ხედავ? ხო, ხედავ. როცა გადაჭრი, ჯადოქარი ზუმრუტი სიბნელეში წავა. დაუჯერე პროფესიონალს. მიდი, მამა, მიდი. რას აკეთებთ? დედა, მე ნექშე, გული გამიხეთქე. რას აკეთებთ? დედა, მამა ზუმრუტს სინათლეს უთიშავს. წეგან გაზის შეჭრა უნდა და მაგრამ აერია. უთხარი შუქი იქით მხარეს არის მეთქი და აქ მოვიყვანე. ახლა სადენი უნდა გადაეჭრა, მაგრამ ამ დროს შენც მოხვედი. გაჩუმდი. რამდენს ლაპარაკობ?
მენაკშა ეკოს არ გამოუვიდა და დახმარება მთხოვა. ჯადოქარ ზუმრუდს დენი უნდა ჩაუჯრას და უარს ხომ არ ვეტყოდი. იალჩინ, საყვარელო მე მგონი ვერ გაიგე. ჩაჭერი, რა ჩავჭრა? სადენი ჩაჭერი. დედაც ჩვენთან არის. თუ ჯადოქარი ზუმრუდი თავის რძალს ჩემი ტოლმით მომასპინძლდება, სიბნელეში დატოვე. მიდი. მიდი მამა, მიდი. დედა რა მაგარი ხარ? რა მაგარ დროს მოხდი? ეკო გამინათე? მამა, რა ხდება? მამა, ჩვენ ჩაგვევნელე. იალჩინ, რა გააკეთე? შულო, ეკო, სინათლე არ უნდა გაგვეთიშა? ო, მაგრამ ხომ გამოირთო. დანარჩენზე კი უკვე შენი ფიქრე. საყვარელო, მოდი წამოდი, სახლში წავიდეთ. წამოდი. იალჩინ, მაცივარში კოტლეტები მაქვს რომ გაფუჭდეს? ამაზე არ ვფიქრობ. მამა, რატომ ჩაგვევნელე? მთელ რაიონში გაითიშა. ღმერთო, რა საშინელებაა. შუქი გამოირთო და გვიწევს სანთლებით გავანათოთ სახლი. შულო, ჩაგლა, მაპატიე, ჩვენ ასე არ ცხოვრობთ. არა, რას ამბობთ, რა პრობლემაა? მე კმაყოფილი ვარ დეიდა ზუმრუდ. ხედავთ, დღეს რამდენი პრობლემაა. ხო, ნორმალურად ვერ ჭამეთ. ახლა ერთმანეთის სახეებსაც ვერ ხედავთ. დედა მეწავალ და მალევე დავბრუნდები. როგორც წესი, ასეთ პრობლემებს წამებში ეგვარებს. მე რას მესმის? რატომ მიჯერებს? შენი ბრალია დააბნიე და ასე მოხდა. Heyecanlandı, kafası karıştı işte. აბა მე რა ვიცოდი რომ მთელ რაიონში აბნელებდა. მომისმენე, ეს სიტუაცია არჩევნებზე იმოქმედებს. სერიოზული პრობლემაა. თუ გაიგებენ, დამერხება. Yok be არა, ძმაო, საიდან და გაიგონ? ვინ ეტყვის? მთავარია რომ შუქი გამოირთო და დამეხმარეთ, მორჩა. Vallahi her yer gitti ya, şaka. ეს რა? ღამემშვიდობისა, მეწავედი. მიდი ეკრემ წადი. ეს რა შენ გააკეთე არა? Yo. არა, მე რა შუაში ვარ. Ne alakası var? ელექტრიკოსი ვარ თუ ხელოსანი? რაიონში შუქი გამოირთო. İşte. არც ზეინო გამოგიგზავნე არა? Zeyno. ზეინო მოვიდა შენთან რაო? ბავშვებით მოიტყუები. რის მიღწევას ცდილობ? Hiç. არაფრის. კარგი ეს რა? კიდევ ერთხელ გეკითხები, რა გინდა? რა მიზანი გაქვს? ამას რატომ აკეთებ? რა მიზანი უნდა მქონდეს? რატომ მოხვედი? ქალბატონმა ჩაგლა მარინერვიულოს, რა მოხდება გარეთ თუ გამოვა და მე დამინახავს. მე ხომ უნდა დავიმალო, ხომ არ უნდა ვანერვიულო? ეს რა ეჭვიანობ? არა, არ ვეჭვიანობ. კი, ეჭვიანობ. არ ვეჭვიანობ. ეჭვიანობ მეთქი. არ ვეჭვიანობ. უბრალოდ შენი საქციელი არ მომწონს. ეს რა დაიმალე, ეს რა კომპანიაში ურთიერთობები არ შეიძლება. მაგრამ როცა შენ გეხება საქმე, ყველაფერი შეიძლება. ქალბატონ ჩაგლასთან იქნები, სადაც გინდა ეკწახვალ, რასაც გინდა გააკეთებ. ანუ მართლა ეჭვიანობ. არ ვეჭვიანობ, არ ვეჭვიანობ მეთქი. ვინ გონია საკუთარი თავი? რატომ უნდა ვიეჭვიანო ადამიანზე, რომელიც არასდროს მყარებია? მართალია. ცოტა ხნით დამავეწყდა როგორი ადამიანი ხარ. Nasıl bir insanmış? როგორი ადამიანი ვარ? ეს რა შენომადური ადამიანი ხარ, რომელიც ავადმყოფ ადამიანსაც კი არ კითხულობს. მხოლოდ ადამიანების გაუბედურება შეგიძლია. უაზროდ იქცევი. მაბნევ ხასიათს მეფუძებ. შენთვის ყველაფერი თამაშია. ჩვენ კი ამ დროს შენი სათამაშოები ვართ. ოჩახ, ნამდვილად შეძელი. შეძელი და ზაღამო გაგვიფუჭე. ახლა კი შეგიძლია ბედნიერად დაიძინო. Ozan. ოზან, Ben de eve სახლში gideyim წავალ. artık diyorum. Geç უკვე oldu. გვიანია. რა თქმა უნდა. Teşekkürler. მადლობა. ოზან, დიდი მადლობა. ძალიან კარგი საღამო გავატარე. შენი ოჯახის წევრებით შენსავით საყვარლები არიან. მადლობა შენ, რომ მოხვედი. ჩაღლა, დედა ჩემის გამობოდი შენ უნდა მოგიხადო. ყველა ლამაზ გოგოს პოტენციურ რძალად აღიქვამს. ვერ ხვდება რომ მეგობრები შეიძლება ვიყოთ.
დღეს ცოტა აზეთმეტი მოვიდა, ამიტომ ძალიან გთხოვ. მოვადია. არა, არა უშავს. ზედმეტი არ მოსვლია, პრობლემა არ არის. კარგი.